გამარჯობა. ასლავს ახლავე მოგცემთ თუ თქვენთან სახლში საჭმელად დამპატიჟებთ. ვიხუბრებით? არა, მართლა გეუბნებით. თუ დამპატიჟებთ ასლავს მოგცემთ. კარგით დაგპატიჟებ, უბრალოდ შორს ცხოვრობ და თუ წამომყვები, გაგიმასპინძლები. გზა მართლაც შორი აღმოჩნდა. თუმცა ჩვენი შესანიშნავი მასპინძელი ამ გზის გავლად ნამდვილად ხირდა. აქ ძაღლია. არ შეგეშინდეთ, არ იკვინება, ძალიან საყვარელია. მოგბრძანდი. ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ დაგიმასპინძლები იმით, რაც მაქვს და ეხლა ჩემ პატარას უნდა მოუმზადო, რომელიც ძალიან უყვარს და ხშირად ვაჭმობ ხოლმე და ძალიან სასარგებლოა კვერცხის ნავები და მაგასაც დაგაგებოვნებინებ. მომაწოდე კვერცხჩო, ნელა ჩადერო არ გატყდეს. აი ესე. მე ზოგადად ვარ უცხოენების სპეციალისტი. ადრე იტალიურს ვასწავლედი ინსტიტუტში და საერთოდ ძალიან მიყვარს იტალიური ენა და ყოველთვის უყურებდი იტალიურ ფილმებს იტალიურ ენაზე. და სწორედ ეს იტალიური ფილმი გახდა ჩემი ინსპირაცია, რომ მესწავლა იტალიური ენა. ანუ აი იტალიური რომ ესმის, იტალიელიც მიყვარს და ენაზე ხო მაბოდებს საერთოდ. ახლა ონლაინ გაკვეთილები მაქვს. უცხოენებს ვასწავლი ინგლისურსაც და იტალიურსაც და ჩემ შვილს ვეხმარები და შვილიშვილებს ვზრდი. შეგიძლიათ იტალიურად მითხრათ, როგორ იქნება ქართული გემრიელი კერძები? კი, რა თქმა უნდა, piatti deliziosi giorgiani. ანუ აი გამოვიდა ეს არის პიტნიანი კვერცხის ნავები, ეს პიტნა არის აფრა და ახლა მიმაქვს რომ ჩემ შვილიშვილს გავასინჯო კი არა კაცო, თქვენ უნდა გაგაცინჯოთ, ხოლო ჩემი შვილიშვილი ამას შეჩვეულია და უყვარს. გაკეთება წავედით და დააგემოვნეთ. ჩვენ მასპინძელი და მისი უსაყვარლესი შვილიშვილი იმდენად თბილი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომ სულ გადამავიწყდა გამოვლილი გრძელი გზა და გულწრფელად გეტყვით. კიდევ ძალიან დიდხანს გინდოდა დარჩენა და ძალიან განათლებული ადამიანის მოსმენა. თქვენ თუ იცით, როგორ იქნება იტალიურად ნამდვილი საჭმელი, ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი ისტორიები.